საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ხოლო ყოველი მეხუთე საარსებო შემწეობას იღებს. ამაზე მოწმობს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის ბოლო ივლისის სტატისტიკა. უფრო კონკრეტულად ივლისის მდგომარეობით საქართველოში საარსებო შემწეობას 707.817 ადამიანი იღებდა, აქედან 466.506 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 241.311 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. გასული წლის ივლისში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 667.495-ს შეადგენდა. მონაცემები შეაფასეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა. ოპოზიციაში თვლიან, რომ მოსახლეობას უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება. ქართული ოცნება კი ეკონომიკის ზრდაზე საუბრობს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ქვეყანა კი მოსახლეობისგან იცლება. სტატისტიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ერთადერთ რამეზე მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოცნების მმართველობის 13 წლის თავზეც ჩვენ გვაქვს საშინელი მდგომარეობა ყველა სფეროში. სოციალურ სფეროში, სოციალური კუთხით, ეკონომიკის კუთხით, განათლების კუთხით და ზოგადად ნებისმიერ კუთხით, რაც ზოგადად ქვეყნის მდგომარეობას ასახავს. ქართული ოცნების მმართველობის შედეგია ის, რომ დღეს ყველა მეოთხე არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და ყველა მეხუთე თავს ღარიბად მიიჩნევს. ეს ამ გლობალიზაციის, ამ განვითარების ტემპში, რომელიცაც ჩვენ ხედავთ ზოგადად მსოფლიოში, ძალიან საფრთხის შემცველი იქნება ჩვენი მომავლისთვის. ფაქტის სახეზე არის, რომ უმუშევრობა იზრდება ყოველწლიურად, ძალიან ბევრი უმუშევარი არის საქართველოში, სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვიც იზრდება ყოველწლიურად და ხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანაც იცლება, ემიგრაციაში მიდის მოსახლეობა იმისთვის, რომ თავი გადაეჩინონ, ოჯახები არჩინონ და ქართული ოცნება სულ ტყუილად ამტკიცებს, რომ ეკონომიკა იზრდება, ეკონომიკა გაიზარდა მათთვის, ისინი იზრდიან ხელფასებს, პრემია დანამატებს ინიშნავენ და ძვირადღირებულ ავტომობილებით გადაადგილდებიან. საქართველოს მთლიან რეგიონში და არ მარტო გორში არის გაუსადლის პირობები. განსაკუთრებით თუ გავივლით ქალაქის ქუჩებში, შევხედავთ ნაგვის ურნებთან მეტ ვითარებაში რიგებს, ეძებს ხალხი ლუკმაპულს, რომ კითხო ხელისუფლებას, ვაი ხელისუფლებას, ეკონომიკა ორ ნიშნად ციფრზე ავიდა, ტყუილია, უკიდურესად გაჭირვებულია ხალხი. ამიტომ ჩვენი მიმართულება და გეზი აღებული არის თვითონ ეკონომიკის მეტად გაძლიერება და მართლა მათთვის ქამრების მოჭირა, რომლებიც ქამრები ძალიან მოუშვეს, გაზულუქდნენ და ცდილობენ ხალხის ფულებით ცხოვრება მოიწყონ. საკმარისია, ხალხი ჩუმად და მანო ეს ჩუმე სუდის ნიშნებელია, რომელიც მათ სულ ახლო მომავალში გამოუტენს იმას, რასაც ქვია მათი განდევნა. განდევნა კარგი გაგებით ლაპარაკობ. საქართველოს განდევნა არა. განდევნა პოლიტიკური ხელისუფლებიდან. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ გასულ წლებთან შედარებით მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, რასაც გაზრდილი ეკონომიკით ხსნიან. რაღაც შეუშალა ხელი მოსავლის მიღებას ეს ყინვები იყო და ის, მაგრამ მაინც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაზრდილია შემოსავალი, თუნდაც სამეწარმეო საქმიანობას ვინც ეწევა გაზრდილია მათი შემოსავლებით. მოსახლეობაზეც ეთყობა ეხლა, რა ვიცი, სამსახო დასაქმების მიმართულებით, რამდენადაც ვიცით ეხლა ქალაქშიც და სოფლის მოსახლეობაც დასაქმებულია ქალაქში მეტი წილი. ჩემს გარშემო ვინც არიან ხალხი მეტი წილი ქალაქში მუშაობს და არის სამუშაო ადგილები, მშენებლობები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეხლა რო შევხედავთ ერთი ჩვენი გადასახედიდან, ჩემი გადასახედიდან, ნამდვილად არის გაზრდილი ეკონომიკა
დაეტყო მოსახლეობას. მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით 1,218,660 შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. 2024 წლის ივლისში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1,259,543-ს.